ქონდა შეხვედრები და გასაუბრებები ევროპელ პარლამენტარებთანაც კი. არაფორმალურ ვითარებას გულისხმობ მე არაფორმალურს და ამიტომ თავშევიკავებ დასახელებისგან თქვენის ნებართვით. მაგრამ ქონდა ამდაგვარიც. ვეკითხებოდი. მე მიკითხავს მათთან აი მეგობრულად რომ აი თქვენ ესე გარგვიხილავთ ჩვენ, ხო? ჯერ არ დაგვიწყია, ჯერ არ შევსულათ ისე ღრმად ჩვენს სამუშაო რეჟიმში. რა გინდათ, რა პრობლემები გაქვთ? ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ იოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ რაიმე ლეგიტიმური პრობლემა შეიძლება გაგაჩნდეთ, რაზეც ჩვენ ვალდებული ვართ, რომ თქვენ კითხვა გახსნათ. არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც გველაპარაკებით მაგალითად მერაბიშვილის ციხეშიჯდომაზე, რომ იგი დამნაშავე არის თუ არა, მე ესეთი საუბარიც მქონია. საერთოდ მაინტერესებს ის დამნაშავეა თუ არა, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის იპიპის მონათესავე პარტია, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ის ხოს გარეთ. აი ამდაგვარი პოლიტიკური სახის მხარდაჭერებიც ჰქონდათ. მე გეუბნებით ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე და არა ვიღაცის მონახულს. ანუ ვიქტორ, საერთოდ არ გვაინტერესებს დამნაშავეა თუ არა, ამ სიტყვებით უთქვამთ დახურული. კი, ჩემთვის უთქვამთ არაფორმალურად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ამდაგვარი საუბარი მე მქონდა.